სახელი და მამისა და დაზისა და სულისადმისა და მოსაწინააღმდეგესადმი მიცემული 10 მცნების შინაარსია. პირველი 4 მცნების ღმერთი შევიყვავოთ ყველაზე მეტად და სხვა როგორც საკუთარი თავი და ესაა მთელი შინაარსი, თავარი შინაარსი ბიბლიისა. და რატომ უნდა შევიყვავოთ ღმერთი ყველაზე მეტად? იმიტომ რომ ღმერთს თუ არ შევიყვაროთ ყველაზე მეტად აიღოთ მაგალითად სამშობლოს სიყვარული. შეიძლება გახდე ფაშისტი, გერმანელებივით, რუსის კინხედებივით, უკრაინელი ფაშისტებივით, ასევე როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ზოგიერთი ქართველი გახდა ფაშისტი, როცა აქედან სხვენების სახი გარბოდა, ამიტომ წერიაში. სახარებაში რომ დედაზე, მამაზე, ცოლზე, სამშობლოზე მეტად მე შემიყვარეოდა. მადლობა ღმერთს, ახლა რო უყურებ, რამდენი ახალგაზრდა, რამდენი ბავშვები არიან მრევლის, ტიგაროსნები, გალობას სწავლობენ, ხალწერას სწავლობენ. მიხარია, იმიტომ რომ დიდი ზეწოლა ხდება. მასმედით 30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. მოქმედების თავისუფლება გვაქვს, მიხარია და სამწუხაროდ ზოგიერთი მასმედიის საშუალებები გვინადგურებენ ზნეობრივად შვილებს და შვილიშვილებს, მაგრამ მიხარია რო უყურებ, რამდენი ბავშვები არიან, როგორც თქვი ისე, აი ზოგი 3 და 5 წლისაა და ბეჟვას იძებს. მადლობა ღმერთს, ისეთი მშობლები ყავს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი შვილები შეიძლება გავზარდოთ. ხა დღეს არის ხისტი მელანია რომაელის სენების დღე. წმინდა საბიანას სენების დღე. ახალგერ ლოცვაზე ესრებიან 5 ბავშვები, 14 ბავშვები. ეს ხო ბედნიერება და სიდამსახურება მშობლების, მოწვიმე მშობლების და ვისაც არ აქვს წმენა ღმერთმა ყველას გაუნათოს. ღმერთმა ყველას მიცეს მადლიერების ზნობა, სიყვარულის ზნობა, ყოველთვის უნდა გასვდეს, მარტო 25 დეკემბერს კი არა. უნდა გასვდეს ყოველ წამს, რომ ღმერთმა დაიმდაბლა ჩვენთვის თავი დაიმდაბლა, ჩვენთვის იშვა, ჩვენთვის ეწამა და მერე გაგვიღო 60 კარები აღდგომით. და მადლობა ღმერთს, რაც ნაწინასწარმეტყველებია, რომ საქართველოს გაბწინდება. ამას უყურებ, რომ აი მომავალი თაობა, ხედავ, რომ ესე იგი მოწმუნეები არიან და ჩვენ კიდევ ჩვენი ასაკი და ვინც ესე იგი 20 წლისა, 25 წლისა ჩვენ გვავართ დღეს ქართველები აყოლებულ ლაზარეს, იმიტომ რომ ქართველები ეროვნებით ვტებიან ლოთობით, წამლით. ქართველები ეროვნებით და ხშირად მოყავს ჩაცმულობის მაგალითად, ჩაცმულობა არის გარეგნულის გამოხატულება. იმ ჩაცმულობიდან ჩანს, რომ ენის სვერზე ვართ, მარტო ესე იგი ენით ვართ მარტო ქრისტიანები და გულით რო ვიყოთ, მაშინ ყოველთვის გასვამება, რომ ღმერთის ხვევით ეწამა და არ მოგინდება ამ ხვევის სიამოვნება. ასევე ყოველმეორე დაშორება მარტო ბიძგზერით ვარ ვიყოთ ქრისტიანები და დაეთმენ შენ მეუღლეს. სულობი იგეცოდინება, რომ სულობილი მარტო ღმერთია, მაგრამ რა მოძრაობს ჩვენი ასაკის ხალხს და ვინც ესე იგი 20 წლიდან ესე იგი მოზარდებს ესე იგი ეგოიზმი და ღმერთმა გნას რომ ღვთის მადლით დაგვეძლიოს ეს ეგოიზმი, მაშინ აბორტი აღარ იქნება, მაშინ და მეტრიწმენ აბორტის გამო ადამიანი ფიქრობს, ეს თუ ვერ არჩენს, მე ვერ უნდა არჩინოს და ღმერთმა მოგცეს მეტრიწმენა და რა შეეხება დაშორებას, როგორც თქვი ისე, არის თამოყვარეობის ბრალი და თამოყვარეობის ბრალი რაც ხდება ახლა, რომ ქართველი ვერ ჩნდება საქართველოში. ამ დროს ღმერთმა ყველაფერი მოგცა, სხვა ჰაერი, წყალი, ესე იგი ეს არის რა ქვია, ბაგურიანი, რა ვიცი, აპატარა ტერიტორიაზე ყველაფერი მოგცა ღმერთმა. გაგვაკლია სიყვარული და ღმერთმა მოგცეს სიყვარულის ნიჭი. ჩვენთანაც ღმერთი.